სტუმარია საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი. გამარჯობა ბატონო ბექა, ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. ბატონ ბექა, სამთავრობო პროგრამა უკვე წარდგენილია, 10 თვიანი გეგმაა როგორც ვიცით. რას გამოყოფთით? გასაგებია რომ არ იქნება რადიკალური და კარდინალური ცვლილებები, მაგრამ პრიორიტეტულ მიმართულებებზე იქნებ გაამახვილოთ ყურადღება. პირველ რიგში მოდით ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ყველას ესმოდეს და მერე არ იყოს სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან და არასწორი ინტერპრეტაცია ამ საკითხის. ბიუჯეტის კანონი პარლამენტმა დაამტკიცა უკვე 2024 წლის ბიუჯეტის კანონი ძალაშია შესული, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებითი ცვლილებები უკვე დამტკიცებულ ბიუჯეტის კანონში რთულია რომ განხორციელდეს, ხო? იმ ლიანდაგებზე, იმ ჩარჩოებში უნდა იმოქმედოს მომავალმა მთავრობამ, რომელიც არის შემოთავაზებული. რაც შეეხება ახალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რომელიც თავისუფლებამოსილების განხორციელებას დაიწყოს, მან წარმოადგინა თავისი პრიორიტეტები, რეალურად ირაკლიმ თქვა მთავარ მიმართულებად ის, რომ სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით და კეთილდღეობის ზრდის კუთხით უნდა გადაიდგას მთავარი ქმედითი ნაბიჯები, ასევე ქვეყნის დეოკუპაციის და გაერთიანების და ამ მხრივ, ანუ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გააგრძელებს და კიდევ უფრო აქტიურად შეუდგება მუშაობას, რომ ყველა ის მიღწევა, რაც აი ამ რთულ პერიოდში ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით, კიდევ უფრო გააღრმაოს და გაზარდოს. ეს იყო მის იმ მცირე გამოსვლაში მთავარ პრიორიტეტად წარმოდგენილი, რომელიც მას ჰქონდა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გაცხადებული. მე მგონი მთავარი მიმართულება იქნება ეკონომიკური შედეგების მიღწევა და ამ თვალსაზრისით იმედი მაქვს, რომ ირაკლი კობახიძე უკვე კიდევ უფრო მეტის მიღწევას შეძლებს. გუშინ იყო ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები, რომ დამენეჯმენტება მთავრობის ამ კუთხითო გაუჭირდებაო. რას უპასუხებდით ამ სპეკულაციებზე ოპოზიციას? ახლა ოპოზიციის საქმე ის არის, რომ აკრიტიკოს ნებისმიერი კანდიდატი, მით უმეტეს მთავრობის მეთაურობის კანდიდატი, სხვაგვარად ისინი ოპოზიცია აღარ იქნებოდნენ და იქნებოდნენ უმრავლესობის ნაწილი. მათ კარგად იციან ირაკლი კობახიძის ინტელექტუალური შესაძლებლობები, მათ კარგად იციან ის უნარები, რომლითაც ირაკლი კობახიძე შეუდგება თავის საქმის კეთებას. ამიტომ არ მგონია, რომ რაიმე პოზიტიური მოლოდინი ჰქონდეთ მათთვის, ქვეყნისთვის თავისთავად ექნებათ, მაგრამ საკუთარი თავისთვის ასეთი მოლოდინები ვეჭვობ რომ არ ექნებათ, რადგან აქვთ გამოცდილება ირაკლისთან ურთიერთობის და ყველა იმ თემაზე, ყველა იმ დარგში, რაზეც კი პოლემიკა ყოფილა და რაზეც კი დაამსხდარა სასაუბროდ ერთის მხრივ ოპოზიციის წარმომადგენლები და მეორეს მხრივ ირაკლი კობახიძე როგორც უმრავლესობის ლიდერი და მმართველი გუნდის პარტიის თავმჯდომარე, ყველგან დაუსაბუთებია, ძალიან არგუმენტირებულად უჩვენებია ირაკლი კობახიძეს, რომ ის პოზიცია, რომელსაც წარმოადგენს ხოლმე ქართული ოცნების ხელისუფლება, არის ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგის მომტანი, ხოლო ის პოზიცია, რომელსაც რიგ შემთხვევებში წარმოადგენენ ხოლმე ჩვენი ოპოზიციონერები, როგორც წესი, არის ორიენტირებული დესტრუქციაზე, ამ ქვეყნისთვის პრობლემების შექმნაზე და საკუთარი ქულების ჩაწერაზე, რასაც ბოლომდე ვეღარც კი ახერხებენ. ადრე ქულების ჩაწერას მაინც ახერხებდნენ პირადი პარტიულ ყულაბაში და ეხლა ამასაც ვეღარ ახერხებენ, ამის შნაც აღარ დარჩათ და ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში, ქვეყნის მასშტაბით იქნება მათთვის აი ესეთი რთული ოპონენტი, რომელსაც ვეჭვობ, რომ ვერ გაუწევენ ოპონირებას და ეს შესაბამისად მათთვის სასიხარულო არ უნდა იყოს. უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, უმრავლესობისთვის. თქვენ ახლა ახსენეთ ოპოზიციის დესტრუქცია. დღესვე თქვენიმე კოლეგები საუბრობდნენ, რომ სამწუხაროდ ოპოზიცია ემზადება არა არჩევნების დღისთვის, არამედ მეორე დღისთვის. ამიტომაც არ ელოდებიან, რომ ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული, თუნდაც იმ მოლაპარაკებებზე, რაც მიმდინარეობს იმ 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით. პრევენციისთვის რა შეიძლება მოიმოქმედოს ამ შემთხვევაში მმართველმა გუნდმა?
ნახეთ, რადიკალური ოპოზიცია ჩვენ მივეჩვიეთ, ну დაახლოებით 2014-15 წლიდან მოყოლებული პრაქტიკულად არასდროს არჩევნებში მონაწილეობას აღარ თვლის პერსპექტიულად, ანუ არ აქვს შეგრძნება, რომ მას აქვს შანსი გამარჯვების. მუდმივად უმტკიცებენ თავის ამორჩევლებს, რომ ისინი აი ეს არის ბოლო არჩევნები და ამის მერე მოდიან ხელისუფლებაში და მუდმივად ტოვებენ მერე ამ თავის ამორჩევლებს, ფრუსტრირებულებს, რაც ამცირებს მათი მხარდაჭერის მასშტაბს მოსახლეობაში და ეს ფაქტია უკვე და ყველა კვლევა აჩვენებს, რომ დღეს ძალიან ერთ-ერთ ყველაზე სავალალო მდგომარეობაში არიან ბოლო 10 წლის მანძილზე, რაც კი კვლევა მინახავს. ამას ხედავენ თვითონაც და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეხლავე იწყებენ არჩევნების დისკრედიტაციას. ამას ადრეც აკეთებდნენ, თუმცა ეხლა გარანტირებულად იციან, რომ არავითარი წარმატების შესაძლებლობა არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ისინი ყველა პროცესში ცდილობენ არჩევნების დისკრედიტაცია მოახდინონ, აი ნებისმიერი ფორმით, რა თემასაც არ უნდა შეეხონ, შემოუვლიან და ბოლოს მიიყვანენ იქამდე თითქოს და არჩევნებზე რამე ისე არ იქნება, როგორც უნდა იყოს დემოკრატიულ სახელმწიფოში. რაც ნამდვილად ასე არ არის, ჩვენ შევძელით საარჩევნო რეფორმის მიღება მათ შორის ჩვენი პარტნიორების, ევროპელების რეკომენდაციის თანახმად, ჩვენ შევძელით ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურების დანერგვა და 90%-ში ჩვენი ქვეყნის ხმის მიცემა მოხდება ელექტრონულად, რაც დააზღვევს საარჩევნო პროცესს იმ სპეკულაციებისგან, რაც ხდება ხოლმე საარჩევნო უბნების დათვლამდე, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად მოხდება ეს, ვინაიდან ელექტრონულად თავისთავად ის მანქანა, რომელშიც დებ-ბიულეტენს ითვლის და შესაბამისად მათ ამ მხრივ სპეკულაციის შესაძლებლობები ექნება დახურული. ახლა დანარჩენი ენა ყველას თავისი აქვს და რასაც უნდა იმას იტყვი. ამ ფაქტი იქნება ის, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამ არჩევნებზე იქნებიან დამკვირვებლებიც და ისინი ნახავენ, რომ არჩევნები ტარდება ძალიან მაღალ დონეზე და ხო დანარჩენი ხო წაგებული ადამიანი რო იტყვის, რომ ვიგებდი, მაგრამ ну, რაღაცის გამო ვერ მოვიგეო და ამას ჩვენ დაგვაბრალებს, ამას ოპოზიციის მხრიდან მიჩვეულები ვართ ჩვენ უკვე დიდი ხანი. ოპოზიციურ ველზე იგეგმება დიდი გადაჯგუფებები. როგორც ცნობილია, გვარამია აპირებს ახალი კონფიგურაციის შექმნას, ასევე სალომე ზურაბიშვილის ბრუნდება ოპოზიციურ ფლანგზე. ლელო ამბობდა, რომ თვითონ ამბობდნენ ამის შესახებ, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციურ ველზე ყველაზე მკაფიოდ ლელო მონიშნაო. როგორ ფიქრობთ, რამდენად ანგარიშს გასაწევი ძალაა და მართლაც ასეთი ნდობით სარგებლობენ, როგორც ამბიცია აქვთ? სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ცდილობს რიგი პოლიტიკური ძალები ცდილობენ შეიყვანონ შეცდომაში მოსახლეობა, ხალხი თავისთვისია ეს ცუდი რო ქმნიან ილუზიას და მე ამ ილუზიას იჯერებენ თითქოს და დიდი პერსპექტივები აქვს, ეს ასე არ არის ნამდვილად და კვლევებზე ვისაუბრე წინა კითხვის პასუხად. ფაქტი არის ის, რომ დღეის მდგომარეობით ქართული ოცნება ძალიან კაფიოდ და ძლიერად შეიძლება ითქვას, რომ იღებს ხელისუფლებას ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს და იღებს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერას, ოპოზიციის მხრიდან ბარიერს ლახავს ნაციონალური მოძრაობა. დღის მდგომარეობით, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ბარიერის გადამლახავის სხვა პარტია არ ჩანს. თუმცა არის რაღაც მცირედი შანსი, რომ წინასაარჩევნო კონტექსტი როგორ დაალაგდება, მესამე ძალა მათ იბრძოლოს ამისთვის. მაგრამ ეს მესამე ძალა სამწუხაროდ როგორც ობიექტური მოცემულობა ღირებულებითი განსხვავებით ოპოზიციურ ფლანგზე არ იკვეთება. ლელო რეალურად გახდა ნაციონალური მოძრაობის რიტორიკის გამმეორებელი, დამკოპირებელი და თან ცდილობს, რომ კიდევ უფრო რადიკალური იყოს, რატო გადაწყვიტეს ესე არ ვიცი და თან ეს ყველაფერი არ გამოსდის, იმიტომ რომ არ არის მათი ბუნებრივი მოცემულობა და ამ ყველაფერს თამაშობენ და შესამჩნევია ჩემი აზრით ეს თამაში და
არაგულწრფელობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბატონ ბექა, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლას გეგმავს ქართული ოცნება და როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია კიდევ ვიხილოთ ცვლილებები, მაგალითად მინისტრთა კაბინეტში თუ არჩევნებამდე აღარ უნდა ველოდოთ რაიმე სახის გადანაცვლებებს? ნახეთ, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის საკითხი დადგა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც არსებობს ჩვენს წინაშე, ხო? კონტექსტია ესეთ, ჩვენ უყურებთ პოლიტიკურ ველს და ამ პოლიტიკურ ველზე ეს შესაძლებლობა სახელმწიფო ძალას ნამდვილად გააჩნია. ხო, რაში გვჭირდება ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხო? საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭიროება, რისთვისაც შეიძლება დადგეს, არის ის, რომ აი ამ არეულ სოფლიოში და სამწუხარო ჯერჯერობით ისეთი პირი უჩანს, რომ კიდევ გარკვეული პერიოდი ეს პროცესები არ დაალაგდება და იქნება გეოპოლიტიკური სირთულეები ჩვენს რეგიონში და მთლიანად სოფლიოში, აი აქ შევძლოთ უფრო ეფექტურად მანევრირება, რომ ავაცინოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს გარკვეული საფრთხეები, იმ ტიპის საფრთხეები მათ შორის, რომელთან დაკავშირებითაც მთელი გასული წელი, გასული უკვე 2 წელი იყო პრობლემები და ხშირად ხედავდით ჩვენ, რომ ჩვენი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი არა თავისი ქვეყნის მხარეს იყო, არამედ სხვა ქვეყნების მხარეს, რითიც ცდილობდა დაეზიანებინა თავისი ქვეყანა. ამიტომ გვჭირდება მყარი უმრავლესობა და საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა აი ესეთი შიდა თუ გარე მტრებისგან. მოლაპარაკებების რაც შეეხება დიახ, გისმენთ. მოლაპარაკებების გახსნა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ხა მომავალი წლის ბოლოს როგორ ფიქრობთ, რა სურათს ნახავთ ამ კუთხით? ნახეთ, ამაზეც მუდმივად ხდება ახლა დღის წესრიგში დგას, რომ მოლაპარაკების საკითხი სტატუსს არ მოგცემენ სერია 2-ად აქციონ. ჩვენი ოპონენტების ძალიან დიდი ნაწილი ცდილობდა, რომ სტატუსი არ მოეცათ ჩვენთვის მართლა თვითონ. მეორეს მხრივ, ეს მცდელობა, რომ წარმატებას ვერ მიაღწიეს ამ მცდელობის თვალსაზრისით, დადიოდნენ და ამბობდნენ, რომ არც ერთ შემთხვევაში ქართული ოცნების ხელისუფლებას სტატუსს არ მისცემენ და ჩვენ ეს სტატუსი მოვიპოვეთ. ზუსტად იგივე მოხდება მოლაპარაკებებთან დაკავშირებითაც. ესეთი გადაწყვეტილებები საბოლოო ჯამში იქ ტაქტიკური რაღაც მანევრებით პოლიტიკური რაღაც მოკლევადიანი გათვლების გარდა არსებობს სტრატეგიული მიზნები, ხო, ევროკავშირისთვისაც და ჩვენთვისაც. და ჩვენ ორივე ვიცით, რომ ეს მიზნები ემთხვევა. შესაბამისად, ახლა ვიღაცას ხათრს გაუწევენ, არ გაუწევენ, გინდა ევროპაში, გინდა ქვეყნის შიგნით, საბოლოო ჯამში ეს მოლაპარაკებები ზუსტად ისევე გაიხსნება, როგორც სტატუსი მოგვანიჭეს. იმიტომ რომ ეს არის ორივე მხარის ინტერესში და სწორია ეს რომ ეს პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე არის გიორგი ბარბანაშვილი. ქართული ოცნების სიაში 71 ადგილზეა. იცნობთ მას, ახალი გუნდის წევრს როგორ დაახასიათებთ? სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება უკვე ოპოზიცია ცდილობს მის მიმართ რაღაც სპეკულაციები ააგოროს და იმიტომ გეკითხებით. ეს ხო ბუნებრივია რომ ესე იქნება. გიორგის ვიცნობ კი, ის არის ბიზნესმენი, მეწარმეა. ჩემი ინფორმაციით და ველოდებით პარლამენტში რთულია ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე იყო. ჭირდება აქტიურობა და ბევრი მუშაობა იმისთვის, რომ ღირსეულად მოახერხოს პარლამენტში თავის წარმოჩენას და ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლეობაც. ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობდით გადაცემაში. მე ამით გემშვიდობებით და